საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში სრული შემადგენლობით ჩავიდა. ქვედანაყოფის მაზარი შარიფში, ბაზა მარმელზე, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი პოლკოვნიკი მურთაზ გუჯეჯიანი დახვდა და სამხედროების მტკიცე მხარდაჭერის მისიის წარმატებით განხორციელება უსურვა. რამდენიმე დღეში პირველი ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული მეორე ქვეითი ბრიგადის ასეულს როტაციის წესით შეანაცვლებს და მტკიცე მხარდაჭერის მისიის შესრულებას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში 7 თვის განმავლობაში შეუდგება. ქართველი შვიდობის ყოფილების მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება. ჩვენი პასუხისმგებლობა და ამოცანებია ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები, ავღანელი მეგობრები, რათა უზრუნველყოთ ავღანეთის თაობების უსაფრთხოება და განვითარება. ჩვენ 7 თვის განმავლობაში აქ შევასრულებთ მტკიცე მხარდაჭერის მისიას. ჩვენი ასეულის ამოცანა იქნება როგორც მოკავშირე ძალების, ასევე ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დახმარება და მხარდაჭერა.